გავიკეთე მაკიაჟი. ძლივს ვეღირსა. მოკლედ მოგესალმებით ძვირფასებო, როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? დღეს არის მე მგონი 29 მაისია. ხო მე მგონი არ ვიცი. ხო და ვემზადებით კინგბოქსზე წასასვლელად ჯერ ინგლისურზე გავუშვიგოდენ. ხო და ეხა უკვე ვემზადებით კინგბოქსზე წასასვლელად მოვა და მოკლედ ესე ჩემო კარგებო. დავალაგე აქაურობა. ყველგან მოუწმინდე. ჩუტ. სუ. ხო და მოკლედ თავარია დალაგებული გქონდა. საერთოდ რატო აწვალებ? რატო აწვალებ? კატა. კონდეს მერე. აცემოთ ერთმანეთი, წადი. გეგა. ხმას ჩაუწია, არა უწიოთ. ჩემი გამიფუჭდა და ეს კამერების იყო. რა უქონდა სახლში. ჯერ არა აქ მოხაზ დამონტაჟებული. ეხლა და დადიკა. ო დადი ჩაბოკიდა. აი კამერა. კარგი. გავაცხელებე ხამე. ამათ თვის სოუზის მოვიდა ეს რა ქვია. გოდე მოვიდა. არის. ეხა წყალს დავადგა. Ega, what's the toy? Ega, it used to be my tree. გოდეცი მოდი უცებ ჭამე უნდა წახვიდეთ 15 წუთში. მოიწმინდე იატაკები ყველგან. Oh.
ხასიათი. ვიდეო დიგა. That's bigger. Yeah, can you do this? Jelly. ხოდეცი. ვერ ვიტან ასე რომ ზეცა. დავიღალე ხალხო და არ ვიცი რა დამღალე. გოდე მიდი დროზე. ეხლა ჭამე. რომ მოხვალ ჭამის დრო არ გექნება, უნდა წავიდეთ. დავა. და ისევ დღეს შენ თავს ფიცავარ, ისე თუ დააპირებ სოზინს, მე შენ აწი არ წაგიყვან კინგბოქსი. დღეს ბაღში რატომ არ წაიყვანი? დედიკო. არ მინდაო ტიროდა. დედიკო. გაგიფიცე დღეს კინგბოქსზე. ისე თუ იზოზი არ წაგიყვან. ველი არ არის. დედიკო. ხო. Charlie, we're gonna go there and install Alexi. არის სწავლა. მეც ვიცი, რომ არის სწავლა. I'm gonna be with you. Massa. ბევრი იცი დედაში. გაჭამო მე? ის ძველი არა. ის ძველი ლექსია, პირველი. და კაბა დასვარე, ხო? ხოჩახ. ქალაქში არ წახვალ. ედიგა, პირველი ძველი ლექსია, პირველი. ხოჩახ, მაგარი გოგო ხარ, ჰა? ედიგა, კაი არა უშაშ, ედიგა. ხო, გავლეცხოთ. ხიმიანი თუ მოსცილდა. კი გავლეცხოთ. ოდი არა. ედიგა, აი პირველი ლექსი გოგო პირი მიწიე თებშამდე, გოგო. ედიგა, პირველი ლექსი ძველი ალექსი. პირველი ძველი ლექსი, პირველი. მეორე რასკამ გოდეცი მაგიდასთან მიიწიეთ ბიჭო და იატაკზე არ დაყაროთ ეს ნამცეცი, მაგიდაზე დაყარეთ. ღმერთო დიდებულო, დაჯექი ასე მიიწიე ახლოს. შენც დედიკო, სულ დედიკოს რო იძახი. დედიკო, სულ დედიკო. პირველი ლექსი ძველია. პირველი. მეორე არა. I don't want this. I'm doing this. Really lexi ძველია. კარგი ამინდია გამართლა წვიმაში ან მოგიწევს წასვლა. First გოდე წვენიც დედა.
კარგია დედიკო მაგას იმდენი მწვანილები აქვს და რაღაც კაია მაინც. წვნიანი უნდა ჭამოთ სულ. კარტოფილი უნდა არ უნდა დედაწყლება რა თუნდა. პირდაპირ უკბიჩე მაინც ერთი და იგივე გემო აქვს. ხელები მაქვს საცოდაობა. რა კარგად წმენს ეხა რომ მომიტანა მუხა მიატაკის ტი. უმაგარია. გაყრიალებს, მაგრამ კი ეს ცოტა ისინი აქ ამას, მაგრამ უყურეთ სიბრიალის. ჟავა ხო მაქვს მე სულ რომ წმენდ მაგით. იმითაც გავწმინდე, მაგრამ ის ზოლებზე სიშავეები ვერაფრით ვერ ამოვიყვანე. რაღაც ნახეთ. ფანქანით ედოთ რომელიღაც საიტს. აი ასეთებისთვის. გადაყვები რა, როგორც კორექტორი ისე და იმას იზამ. ხო და მე ვაჩვენებ ერთი მუხას მართალია თუ არა. Okay, I bought a circle here. ძალიან კარგად წმენს. ეხლა მხოლოდ ორჯერ გამოვწმინდე და იქ ორჯერ კი არა, ერთი 5 ჯერ მაინც წმენდი, ერთი წმენდა და ესეთი მაშინაც არის. ეხლა მხოლოდ ორჯერ გამოვუსვი და კაია. იქეთაც გააბრიალა. ეს ვერ გააკეთა ამ კაცმა იმ აი აქ მანამდეც გაჩვენეთ შორდება იატაკი ერთმანეთს ლამინატია თუ რაც არის და უბრალოდ აქ რაღაც უნდა დააჭედოს ხის რომ არ მოსცილდეს ერთმანეთს და ერთმანეთში ჩამჯდარი იყოს მე არ იმას იზამ სიარულის დროს ძალიან ცუდად ხვდება იწევა ამოიწევა ხელი თითქოს დასიებული ვით მაქვს და წონაში დაგლებული ვარ, მაგრამ ხელი თითქოს. დიეტაზე არ ყოფილ ვარ ხალხო ისე დავიკელი მართ. ხამეები ძილი არ მაქვს. მაკიაჟით კი გამოვიყურები ლამაზად. მაგრამ ხამეები არ მაქვს ძილი, სულ რაღაცაა გასაკეთებული. დაიდე დედა იქ ნახე ეს თლიანად კანია გოდი ყველაფერი დე კარგად ჭამე აქ დავიდე თუ კარგად მოიქცევა და დღეს ლარიან ნაყინებს გიყიდით მეც ვერ შეკრიდებით მაგრამ თუ კარგად მოიქცევა იქა და გუშინ ისეთი თხე გამომატარა აქ ეხა არ მემჩნეოდა ცეკვაზე რომ მივედით კინგბოქსიდან ყველა მეუბნებოდა ვინ გიგვინავა და მიგვინა სახე მომაჭამა კი ნაყამ გეგამომეშველა და ასე კბილებში თითი გაუყარე ჩემი არ მემჩნევა ხო გუშინ მემჩნევა და უკვე არ არის მე სკოლაში დაგვემალა დედა რა თხე გამომატარა გუშინ ხო გუშინ წინ და გუშინ არა გუშინ იყო ორივე ხო ალა სამივე რამდენი წუთი დამშა ამ რაც მაცვია მაგით 59 კილო ვარ მეც მაქვს საჰარი აიგა ხო და ძალიან კაია რომ ოლე და მაიკანა ესეთი გეგმაში რომ არ მქონია ის და რაღაც მინდა მოგიყვეთ მე ხო გახსოვთ რომ ამისგან სწავლობდი სურვილების დასრულებას ხო გახსოვთ 12 კონვერტი ქონდა 12-ვე სურვილი ხო და მოკლედ სიტყვასებო ამ სურვილებიდან ავისრულე სხვა 5 სურვილი რაც ფოტოებიც კი მაქვს კედელზე
დავაჩვენებთ ახლა ჩემს საწოლოთ ახლა Go. მაგს კედელზე ფოტოები გახსოვთ თქვენ ამის ვიდეოებიც აი ეს არის ეს სურვილები და აქედან მე ავისრულე 1 2 3 5 სურვილი ავისრულე და მე-6 სურვილის შესრულებას ვცდილობ ასრულებას და ისე მტვერია ნახეთ აი ის შეიძლება მინდა როგორ აი იატაკი ეს ხალი ჩაუნდა გავიტანოთ და გავრეცხოთ აქ იყო და ჯერ არ გაგვირეცხია და უნდა გავიტანოთ იმიტომ რომ ეთყობა ძალიან რომ არის ტურიანი და გარეცხას საჭიროებს ხო და წავიღებთ მერე და გავრეცხავთ მუხავს ეხა პარასკევი შაბათი კვირა ეს ხეები მაწყობს სახლში როა ხო და მოგლით ძვირფასებო მიმართეთ ამის ანუ როგორ არის იცით რა თქმა უნდა ღმერთი გეხმარება ამ ყველაფერში მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშიც არის მე თუ მკითხავთ აქედან გამომდინარე გირჩევთ რომ აი დროზე გოდე 5 წუთში უნდა წახვიდე გირჩევთ რომ მართლა ეხა არ ვიცი ამი არ ჩანს მამა რომ გადაეცვალა მაგის მერე მე მგონი ვიდეო არ შემხვედრია მაგრამ თუ გამოჩდება და რაღაც იმედია რომ გამოჩდება ძალიან მიყვარს როგორც ძალიან მაგარი ადამიანია გირჩევთ რომ იმართოთ და თქვენს ისწავლოთ მე ხა მაგის მერე არ გამიგრძელებია არაფერი სიმართლე რომ გითხრათ იქ რაღაც ხატვაც უნდა მესწავლა რაღაცნაირად მოკლედ არ ვიცი მაგას რა ქვია კი და მოვიწყდა ამასობაში მაგრამ მოკლედ მაშინ რა ვიცი რატომღაც ვერ მოვახერხეთ მაგრამ სხვა დანარჩენი მთავარია მოინდომო მთავარი ყოფილა რაღაც ის რომ ჩაგერთვება თავში რომ აი შენ ამას აისრულებ რაღაცას მაინც იზამ და სულ ერთსა და იმავე ეს რომ ფიქრობ რისი ახდენა წინდა გისრულდება თორემ ამას გულახდილად გეუბნები კი ეხა ვინმე ისევ აქაც გამომიხდება და ცუდებს დამიწეს მაგრამ არა უშავს უბრალოდ ბევრ რამეს ჩვენი ვინიც თუ რაც გვაქვს თავში რას როგორ ვამუშავებთ რა როგორ შეგვიძლია სწორია ის რომ არაფერზე არ უნდა ეხა ჩემ შვილებსაც იმას ვეუბნები რომ არაფერზე არ უნდა ვთქვათ ეს შეუძლებელია ეს არ შემიძლია ეს არ გამომივა ასე შემდეგ იმიტომ რომ მე ასე ვიყავი მაგრამ ამის მერე ცოტა ბევრი რამ შევცვალე ჩემს თავში მაინც ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს და ოცნება უნდა შეგვეცვლოს მე ოცნებაც კი შეწყვეტილი მქონდა რამდენი წელია და მართლა ამისთან იმ პატარა მონაკვეთში მქონდა მე მგონი სადღაც ერთი თვე იმოწე ხოდით წვერი დატოვეს კარტოფილები შეჭამეს კაი ხო და მოკლედ თლად ისე დეტალურად როგორც მიწერია მე რაღაც ამიხდეს ხო თლად ისე შეიძლება არ მოხდეს მაგრამ თავარია აგიხდებათ და მცინოდნენ მე რო ვიძახოდი ამას ბავშვებს გეფიცებით აქ რო ვიძახოდი რომ ასე რაღაცას სწავლობ მეთქი და მცინოდნენ მაგრამ ფაქტია 5 სურვილი ავისრულე მე-6 ასრულების პროცესში ვარ და ეგ ჩემზეა დამოკიდებული ამას არც ფული სჭირდება ანუ კი ფული როგორ არ სჭირდება მაგრამ მე ვცდილობ ფულის გარეშე გამოვიცრე და ფულის გარეშე რა არის რატო ვერ იღებდი უყურე ნახე
აი, Mom, Bobby. წვენი პური დაიღე. წვენი პური დააწაწუნე. და ჭყვეტილად გინდა, კაი ერთ წელს გავუჭყვეთ ამას, პიურესავით უნდა. ჭკვიანად. უთხარი შენ რომ მიხვალ. ინგლისურზე გავუშვა. მომავალი წლიდან არც ანუ თუ რამე მეცადინეობა იქნება, უფრო მაწყობს ხამე, საღამოს პერიოდი 6-ის მერე. თუნდაც 7-ზე, თუნდაც 6-ზე. იმიტომ რომ კინგბოქსის მიტოვება არ მინდა. ცეკვის მიტოვება არ გვინდა. დედა როგორ ხდება გეგას ცეკვა? სწავლობს ძალიან ადვილად. არ ვიცი საიდან აქ ნიჭი. ამისი, მართლა არ ვიცი. მე გეუბნებით, სულ მინდოდა ბავშვობიდან, მაგრამ მორცხვი ვიყავი და თან აც შეუყვანი ვარ სიმართლე რო გითხრათ. დედაჩემს რო კითხე რატომ არ შემიყვანე მეთქი, მე არ სათქვა და მორცხვი იყავიო და არ ივლიდიო შენ. ეს მითხრეს და მე მეც რომ ვფიქრები მორცხვი ვიყავი კი და არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, მართლა არ ვიცი. ამიტომ სხვას ვერ დავადანაშაულებ, მორცხვი იყავი მაგარი. ეს აჩუქა ადას ვიღაცამ არ მახსოვს ვინ აჩუქა. ხო და არ იკეთებს და მე გავიკეთე, გულია. არ მახსოვს ვინ აჩუქა. მე ნავხედა ბავში. ივნისის ბოლოს მივდივართ ქობულეთში. იმედია კარგი ამინდი იქნება. იმიტომ რომ რო წავედით 28-ში ქორწილში ვიყავით და 29-ში წავედით, ანუ ქორწილიდან რომ მოვედით არც მიძინია. რა აზრი აქვს მეთქი რომ დავიძინო. 3-ზე უნდა გავსულიყავით და დაველოდე მანამ ტელევიზორს უყურე, ხო? დღეს უიბო იქნება. არა დედა, მზიანი ამინდია გაგიჟდი, იწვიმარად მინდა. დღეს ლეიბების გატანა მინდოდა, მაგრამ იმდენად სავსე მაქვს. თოკები და კიდევ ირეცხება. დღეს ვერ და იმედია კიდე გამოვა ამინდები მე გავიტან. დედიკო. ხო და ივნისის მერე ვიქნებით თავისუფლები მოკლედ. დედიკო. მე ვარ დაწვრილი. კი მინდა სოფელში წასვლა, მაგრამ დედიკო, ერთი დავიცვა. სულ მერე ეს ბავშვები ხან ჩხუბობენ, ხან რაღაცა და დედიკო. თან არავინ არ შევაწუხო მეთქი კიდე იმისი ისიც მაქვს ეხლა უკვე და არ ვიცი მოკლედ. მოკლედ წავედით ძირფას დაგემშვიდობებით ეხლა. რა მინდოდა დღეს, რა მინდოდა მე.
წავით. ბედნიერ, პოზიტიურ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას. მომავალ ვიდეომდე.